ზღვისუბნის დასახლების ერთ-ერთი კორპუსიდან დღეს კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს. მანანა ცხვარიაშვილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გაუფრთხილებლად გაასახლეს. აგვისტოს შემდეგ ოჯახები მე-13 წელია აქ ცხოვრობენ. სოციალურად დაუცველები განმარტავენ, რომ ბინები ეკონომიკის სამინისტრო 2013 წლიდან მეტრომ შენის ყოფილ თანამშრომლებს გადასცა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მერიაში გაკეთდა. კონკრეტული მოთხოვნა ჩვენი არის რამე ფართით დაკმაყოფილება, ან ესეთივე ფართით, ან მიწით, თუნდაც ეტაპობრივი შესყიდვით, ან რამე აგვიშენონ, ან დროებით იქამდე დაგვტოვონ, სანამ რამეს აგვიშენებენ, შევისყიდით. აღმასრულებელი არ იყო მოსული, ჩვენი მეხუთე განყოფილება, პოლიცია იყო ამოსული, მეზობელმა დროებით, რომ გარეთ წვიმა რო იყო, აი შემომატანინა ეს ჩემი ნივთები. არავით არის საბუთი არ იყო, მაგრამ არავის მესაკუთრეობის ქვეშ არ იყო. მაგრამ დღეს კიდე უკვე რამდენიმე თვე არის, რომ მეპატრონე გაუჩნდა, მეტრომ შენის თანამშრომელი იყო 90-იან წლებში მაგისი მეუღლე. პროცესი მიდის ჩვენს და უნებლიეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ. და რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც განახსენეთ, ჯერჯერობით ეს ერთმნიშვნელოვნად თუ დავარქვევთ ამ სტატუსს უფრო ფაქტად მოვეპყროთ, რამე თუ ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით იქ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ეს სტატუსი, მაგრამ შეიძლება არ ჰქონდეთ ეს სტატუსი.